უკრაინის ომი მხოლოდ გადამდგარი გენერლებისთვის არ არის გაკვეთილი. მოქმედი გენერლები სწავლობენ და გეგმებს წერენ. ნატოს გენერალური მდივანი ლამის არჩევის დღიდან ითხოვს ისეთი მოწინააღმდეგე ყავს თავდაცვისთვის გაცილებით მეც მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს უნდა ხარჯავდეთო. ეს იდეა მაშინვე მოეწონა ტრამპს, რომლის პირველ ვადაში ევროპელებთან დაპირისპირების ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ არასაკმარისი სამხედრო ხარჯები იყო. სანამ ნატო ამ საქმეზე იმსჯელებს და დეკლარაციით გააფორმებს, ვიღაცები არ ელოდებიან მომატებული რისკის ზონაში გადაწყვეტილებებს მომეტებულად სწრაფად იღებენ. უკრაინის ომი ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ სამეზობლოში უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა და უარესისთვის უნდა ვემზადოთ. ჩემი თანამოსაუბრე გეორგ სკერლინსი, ლატვიის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ვერ იტყვის, რომ სახელმწიფო არმიის მზადყოფნას ყურადღებას არ აქცევს. მართალია, ლატვია არ არის შეერთებული შტატები, ჯერ არც ნორვეგია, მაგრამ წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს ხარჯავს, რაც წილობრივად ძალიან ბევრია. ალიანსის წევრთა დაახლოებით მესამედი გეგმიურ 2%-საც ვერ აკმაყოფილებს. ფულადი გამოსახულებით ლატვიის 3.5%-იანი თავდაცვითი ხარჯი არის 1,5 მილიარდზე მეტი ევრო. იანვრიდან კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე ავა. ძალიან ბევრს საუბრობენ რუსულ და სხვათა შორის ლატვიურ მედიაშიც, რომ რამე რომ მოხდეს, მეხუთე მუხლი შეიძლება არ ამოქმედდეს შეერთებული შტატების ან სხვათა პოზიციის გამო. ამაზე მას შემდეგ ლაპარაკობენ, რაც ნატოს წევრობა გადავწყვიტეთ. ალიანსი იძლევა კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიას და ამ იდეით მუშაობთ. ჩვენი გარანტიები სხვა ქვეყნების წინაშე ძალაშია. ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. იმავეს ველოდებით სხვებისგან. გვაქვს მეხუთე მუხლის ამოქმედების იმედი, მაგრამ რა თქმა უნდა გვახსოვს, რომ თავის დაცვა პირველ რიგში თვითონ ქვეყნის ვალდებულებაა. მეხუთე მუხლი საპირისპიროდ კი არა, მის დამატებად. ბალტიის ქვეყნების სამხედრო ხარჯების თვლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ლატვიას, არც ლიეტუვასა და არც ესტონეთს არ ყავთ საკუთარი საბრძოლო ავიაცია და მათ საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებენ მოკავშირეთა გამანადგურებლები, რომლებიც აქ როტაციით ჩამოდიან. ეს კი ამ სამი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტებს ალბათ ყველაზე დიდ ხარჯს არიდებს. კარგი დამატებაა, ბარემ დაუმატეთ, რომ სამივე ქვეყანაში განთავსებულია მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტები, რომლებიც ამ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმას ერთბაშად ნატოს 10-მდე წევრ ქვეყანაზე თავდასხმად აქცევენ. რა არის ნატოს მოწინავე განთავსების კონტინგენტის პასუხისმგებლობა, რომელიც ლატვიაშია განლაგებული? უფრო სიმბოლური როლი აქვს თუ ქმედითი სამხედრო შენაერთია? ორივე. რა თქმა უნდა, ეს ნატოს სხვა ქვეყნების მიერ ვალდებულების შესრულების მკვეთრი სიმბოლოა. ადაჟის ბაზაზე მრავალეროვნულ ბრიგადაში დღეს 14 ქვეყნის კონტინგენტია გაერთიანებული. ასე რომ თან ერთობის სიმბოლოა, თან ქმედითი ბრიგადა რეალური სამხედრო შესაძლებლობებით. მე ისინი საქმეში მინახავს. თითქმის 8 ათეული წლის წინ ნატო იმისთვის შეიქმნა, რომ შეეჩერებინა წითელი ჭირის გავრცელება აღმოსავლეთიდან. ბევრს ბაქი ბუქობდა საბჭოთა კავშირი. წარმოუდგენელ რესურსს ხარჯავდა სამხედრო მზადყოფნისთვის. გარშემო ნახევარი კონტინენტი მისი მოკავშირე იყო, მაგრამ ნატოსთვის დარტყმა ვერასოდეს ვერ გაბედა. დღევანდელი რუსეთი იმ საბჭოეთის მხოლოდ აჩრდილია. ოღონდ ამბიციები არანაკლები აქვს. სამხედრო სისტემაზე მძლავრი კი აქვს პროპაგანდისტული სისტემა, რომლის ერთადერთი ამოცანაა მუდმივ შიშში აცხოვროს ყველა მეზობელი გარშემო. აი დილით დავარტყამთ, აი საღამოს. და როგორც თავის დროზე ავღანეთში შეჭერით მიხვდა ყველა, რომ საბჭოეთი უნდა დაენგრიათ, ასევე დაარწმუნა ყველა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ. პუტინთან თანაცხოვრება არ გამოვა. და თუ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაში ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა.